გესალმებით უნმობერიაქის მაყურებლებს. დათაცულების ახალი ეპიზოდი გამოვიდა, მეათე ეპიზოდი პირდაპირ. ლაიქით ვიწყებთ, ლინკი აღწერაში იქნება. ჩემ გარეშე ყურება თუ გინდათ, გადაებინეთ უყურეთ თუ ჩვენ თეთრად გინდათ უყუროთ. კაიხანი გამოსულა პესივში 21-ში გამოვიდა 23-ში ვარიაქტი. ნახოთ. დავიდე. ტურამ, მართლა ამოწყდით, ტურამ, რა გვეშველება? რა არის იცი? კი ამოწყდა ძმაო მთელი პლანეტა და გავნადგურდით, მაგრამ აი თლაცუდიც არაა იცი? იმიტომ რომ იმ პლანეტაზე ეს მეგრელები ცხოვრობდნენ, არა? ჯობია რომ პოზიტივზე კონცენტრირდეთ. არა, ბაჭო? ბაჭო. ბიჭო, კაი რა იყო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანთა მოდგმა უნდა გადავარჩინოთ ჩვენ. რამე პლანეტა ვიპოვოთ და დავიწყოთ გამრავლება. არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, მაგრამ მხოლოდ ბიჭები გადავრჩით. მე შევამჩნიე, ნერვები აღარ მაქვს, ნაშები გაქრნენ, ძმაო, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს. მე რა რო გაქრნენ. ფილმენებს და სასისხს მეც მოვხარშავ. ვისჭირდება ქალები. რა ვიცი, აბა? კაცობრიობის მომავალს. მარტო ბიჭები რანაირად დავიწყებთ გამრავლებას, იდიოტო. რაღაცა გეშლება, ძმა. ჩვენმა ძველმა მასწავლებელმა, ბატონმა ნაბიჯვარმა ხო გითხრა, რომ ბავშვი რო ყავდესო, წეროს უნდა ებრძოლო. იშლითო. ხომ არა, წეროებიც ხომ მოგდნენ. აუ, შენ ჩემი ძმა კაცი ხარ თუ იმ წეროებში. კარგია, უდუშა გელამ მოგისწროთ. კლიზმა, რა ხდება, არა გვიხსნი? ფუკუნდუსი ხდება. ფუკუნდუსი? სახე გავაძრე მაგას. ხო, მაგრამ დემონია, შენი აზრით სიკვდილის მერე საწავიდოდა. ჯოჯოხეთში? რავი, ჯოჯოხეთზე უარესში სადმე, რუსეთში. მის მანაწილაკებმა კლავი პოვეს ერთმანეთი და დაბრუნდა, გაცოცხლდა. მეგონა მეტი დრო მქონდა, მაგრამ ცდებოდი. მოულოდნელად დამესხა თავს, ორი ლეგენდარული ნივთი წამართვა, მესამე კი თავად დაისაკუთრა. ერთი ამიხსენი, სუსტად რა უნდა ჩვენგან ამ ფუკუნდუს? აქამდე ყველაფრის თავი და თავი შენ მეგონე. სიამოვნებით მოგიყვებოდით ჩემს წარსულზე, მაგრამ ახლა აქედან უნდა წახვიდეთ. თარსულას ფაფრიანო ფასკუნჯო, ვიცი, რომ დროის მჭრელი გაქვს. გამოიყენე. ეგ საიდან იცი? ისი მჭრელი? ყველაფერს ძალიან მახვილი თვალებით უყურებ. სწრაფად გამოიყენე. ფუკუნდუსი წამიწამზე აქ გაჩნდება. ხომ იცი, ის სრული სიმართლის ძალას ფლობს, თუმცა ამ ძალებს წარსულში ვერ გამოიყენებს. ასე რომ დროზე. ფუკუნდუსი აქ გაჩნდება? არიქა, მაგიკა დროზე წერო გააჩინე, გამრავლება უნდა მოვასწროთ. დავოი. რა ხდება, ვინმე აგვიხსნის? კარგი, გენდობი კატა. ბავშვებო მოემზადეთ. დროის მჭრელი არასდროს გამომიყენებია. არ ვიცი რას უნდა ველოდოთ. მოიცა, რა ხდება? მაგიკა რა ხდება, ვკვდებით? ზოგადად კი, მაგრამ ახლა არა. გახსოვთ ცოტა ხნის წინ ჩემთან რომ შეკრიბეთ. თქვენი მამები ბრძენ თან გავგზავნეთ, თქვენ ჯადოქრების საცავში. გვახსოვს კი? მაგ დღეს გითხარით რომ მე ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი. მერე? მოკლედ მაგ დღეს პლანეტა მღუნავზე ვიყავი. მღუნავზე? და რას ღუნავენ? მომისმინე კაცო, ადრე იქ ცივილიზაცია იყო, მაგრამ მერე საკუთარი თავი მოსპეს და განუვითარებელ ტომებად დაიყვნენ. ერთ-ერთ ტომში უიშვიათესი არტეფაქტი დროის მჭრელი ინახებოდა, მაგრამ ტომის წევრები გონში არ იყვნენ ეს ნივთი რეალურად რა იყო. მის მოსაპოვებლად არ იცი თქვენ მე რა გზა გავიარე. ჯერ იმ ტომში მივედი, მეთქი კოსმიური ღმერთი ვარ ხო? იმათ უთხარი რომ ღმერთი იყავი? მე არაფერი არა იმასთან შედარებით რაც მერე მოხდა. ბელადმა მითხრა სანდოდ რომ ჩაგთვალოთ ჩემ ცოლთან უნდა დაწვეო. კაინაშა მაინც იყო? კაინაშა? 7 ტონიანი ბულდოზერი იყო. იმ ღამეს 4 ნეკნი მომხდა. აი ენით ვერ აგიხსენთ რა გამოვიარე, გეგონება შავი პარასკევის აქცია იყო ჩემზე გამართული. მაჯიკასაღო. ხო და დროის მჭრელი მაინც დავითრიე. ამ ნივთზე ბევრი არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ სხვადასხვა დროში გადაგვისვრის და ბოლოს უკან დაგვაბრუნებს. რა? სხვადასხვა დროში გადაგვისვრის? იმ დროში ჩემი საიტიც გამომყვება? რა საიტი კაცო? ჩემი საიტი სელუჯი. შვილო შენ ხوار გარეკე რა საიტი? წარსულში მივდივართ თქო. აუ ეგ რაღაცა ძმაო დროის მჭრელი კი არა ბიზნესის მჭრელი ყოფილა. დამაბრუნეთ აწყვოში. აუ შვილო ჩაიჯვირა. ერთმანეთს ხელები უნდა ჩავკიდოთ დროზე. ახლა მეც. ვერ წვდები. სხვა დროში. ვერ წვდები. ჯოჯოხეთი. ჩემი წყევლა. ბატონო? დედამიწა გადავწვი. მაგრამ ჩემი წყევლა არ დამბრუნებია. ვუი, რას ამბობ? იქნებ დაგიბრუნდათ და ვერ ხვდებით. ხომ არ აზიხართ? შენ რამე ხომ არ გეშლება? მე ფუკუნდუსი ხართ, დიახ.
შენ ხომ არ დაგავიწყდა ეშმაკის კუილით რომ ხარ გაბერილი. უკაცრავად. იცით იდეა მაქვს. იქნებ თქვენი წევლა იმიტომ არ დაგიბრუნდათ რომ ვინმე გადარჩა. აი ზუსტად ამიტომ არ კლავ ბუშტო. გონი მართალი ხარ. თუ ვინმე გადარჩა მაშინ ჩემს ძალას აბსოლუტურ სიმართლეს გამოვიყენებ. თუ აი ეშმაკის კული რო გასწავლის ან დიდი პრობლემა. სპეციალური ხმა სჭირდება ამას. ანუ პრობლემები. არა, ესე არა. არა, არც ესე. დამუღაბება უნდა მაცადეთ. არავინ გაბედოს გაცინება. ჩვენი ბატონი ახალ ძალებს ჩვენი ბატონი ახალ ძალას ამუღამებს. ვინმე თუ ფიქრობს რომ ეს ასაცილოა, ძალიან ცდება. მაცადე. არავინ გაბედოს. იცი ამ კაცს რამ ხელა დამსახურება აქვს? თქვენ კიდე აქ სიცილსლივს იკავებთ. გრცხვენოდეთ ბატონებო. გრცხვენეთ. ახლა იწოდე გაგხედქავ. უკაცრავად. ვინც დედამიწაზე გადარჩა. თვითონ მოიდეს ჩემამდე. ესეც ასე. ახლა დავსხდეთ და დაველოდოთ. მე ფუკუნდუსი ხართ, დიახ. დავბრუნდით? თარსულაში ვართ. ეს ორი სალკე. მაჯიკა, აბარა. მოარტყი. კაი ხო არ გვინდა. მიდი კაცო მოარტყი. პოლიკ, მიდი. გამხდი. Yes. აბარა. გამიმარჯვეთ. აგერაი ჩემი სახლი. წამომივიდეთ. სელოს ამბები მაქვს თან მისახელი საწალია. PlayStation Slim-ის აუქციონს ველოდები გიჟივით. რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ სარგებლობ მეთქი მაგ საიტით. იგი ძალიან შორს წავიდნენ გადო. ვინ ჯანდაბახართ? და აქ რა გინდათ? და ეს მივით რატო გაცვიათ? ბაბუ? ბიჭო, ბაბუა შენი ხომ მკვდარია? ხო, მაგრამ აგერ დგას ტიპი, სუნთქავს, აკუებს. ძალიან შორს მოვიდა ბაჭიკას. ვინ ხარ წყო? ბაბუ, მე ვარ პოლიკა, შენი შვილი. აქ ალბათ ჯერ არ დავბადებულ ვარ, მაგრამ მე უეჭველი დავიბადები. ამას თქვენი შერყევა აქვს? შვილი არ მყავს და რომ წავდეს ზუსტად ვიცი, თავი ზედმეტად გაბერილი ბუშტივით არ ექნებოდა. ანამ რიჟას რაღა უნდა. შენ ჩემი შვილი ხარ? შავით მამაქვს. ნუ მეკამათები, უყურე ამას. ბაბუ, მე პოლიკა ვარ, მომავლიდან ვარ რა. დევის შვილი ვარ. დევი? აცი ეგზარმაცი ტრაკი და მოდი აქ. ვიღაცა დიდ თავიანი ბავშვი ამბობს, რომ შენი პრობლემაა. რა? ვინ არიან ეს ბავშვები? დიდ თავიანი ამბობს თქო, რომ შენი შვილია. პრინციპში ზუსტად ისევე უსარგებლოდ გამოიყურება როგორც შენ. შეიძლება მართალი იყოს. ჩემი შვილი? შვილები საერთოდ არ მყავს. რა თქმა უნდა არა. მაგისთვის ვინმეს უნდა მოწონდე. შენ შვილს მოვეწონე თუ ძალიან გაინტერესებს. სხვათა შორის გუშინაც მოვეწონე. და დღესაც. თქვენ ადრეც ასე ჩხუბობდით? ბაბუ, იმენა მამა ჩემს სახეს აცრობდა ხოლმე. რაღაც პონჩი ჩემი გმირია. გიშების ოჯახია, რა წავიდეთ პოლიკ სანამ ტაიმლაინი გაგვიტეხავს. აიცვით ახლა აქედან. ბაბუ, ცოტა წესიერად მოეკეცი ხალხს. იცი რამ მოკლა მომავალში? რამ? პოღმამ. ვიღაც ქალს ლანძღავდი გზაზე რო გადადიოდი და მანქანამ გაგიტანა. ვახიზე ვიწყება. შეიძლება მომავალი ძალიან ხო? რას მომჩერები წადი რამე გააკეთე იმუშავე რაღაცა მაიფხა მაინც გამოიბი. მამა, ეკიმა ხომ გითხრა არ ინერვიულო ბევრიო, თორე ყვავად გადაიქცევიო. ყვავად არა შამბალად კიდე. ეს ადვართ. თუ როდის ვართ? კარგი რა გაიოს. მოძველდა ეგ ფრაზა. რა შუაშია მოძველდა? ცოტა ხნის წინ დროში გადაგვისროლეს და აბა რა უნდა ვიკითხო? არ გაინტერესებს რომელ წელში ვართ? ბიჭო, რა ვიცი, რანაირად უნდა გავიგო. მოდი ტელეფონს დავხედავ. თუ 100 წლით უკან არ გადავარდით, სატელიტზე ხომ ტელეფონის დრო ავტომატურად განახლებოდა. ხადაოფ ეგრე წამოვიდა მათ. ხო. მეც მაგას ფიქრობდი. უეჭველი. 2023 წელი. ღადაო? 1 წლით უკან გადაგვისროლა, რა ბანძობა. ყოფილა. მე მგონი მახსოვს ეს ადგილი. აქ ჯერ ხვინდატორი არ იყო გამოჩენილი. ჯობია ჩემი თავი გავაფრთხილო. სიზმრებთან თხილად. ვიღაც მოდის. ვუი, მე და პოლიკა ვართ.
შჩო შეხვედრაზე მომათრია აქ ახლა გამახსენდა ჩემი თავი გვერდიდან ასე ჩანს კაცო ჩუმად ბიჭო რამე პარადოქსი არ გამოვიწვიოთ ოლიქ სად მივდივართ ხო გახსოვს გითხარი მესიჯი ორგანიზაციას სახელად მშჩოდან მომივიდა თქო ხო მერე ის რომ ეგ სახელი ინტერნეტში დავსერჩე და მივაგენი ვინც არიან ზუსტად ახლა ამ შენობაში შეხვედრაა კაი წავედით ნუ კაი ის მომენტები ასეთ სიგიჟეს თუ გამოვსედით ცხოვრებაში ეგ ნახტათ ვა კაჩი რა ხდება ნაშები რა ნაშები მაგის დრო გვაქვს 2023 წელში ვართ ბიჭო დროის მეტი რა გვაქვს მენ ჭახანა მარხრობელა ჭავჭავაძეზე ვიშენებ კაი მზად ვარ მივხედოთ საქმეს სია მე ხო იცი ჩემი მომვლელი მოვიყვანეთ სოლად უბრალოდ ხვალ 98 წლის ხდება და სადმოუვია ვაჩუკოვი ფიქრე კუბოაჩუკე 83 წამლი კაჩავდე მაგ დროს აბა დროის მჭრელო საგულ ცნაური ადგილია ბარმენო ლუდი დამისხი რა ბარმენი ეგრა ჯანდაბის სიტყვა აი შენ ხარ ბიზანტიელებმა გამოგზავნეს არა ოპო მეფე ბაგრატის სახელით წამოგაცვა ხმალზე არა არ ვარ ბიზანტიიდან ჯანდაბა ბიზანტიელები და ბაგრატი რომელ ბაგრატზეა გაიგე ახლა ლაპარაკი მაგრამ ერთი უეჭველია დროის მჭრელმა მინიმუმ 1000 წლით გადამისროლა წარსულში ვახ მიდი ძმურად რამე ლუძეძლიერი დამისხი რა არ გენდობი უცნობო ბიზანტიელი ალქიმიკოსი არ ხარ აბა სადაური ხარ აქაური ვარ ბიზანტიელი თუ ხარ მითხარი და აქ გაცვავ ხმალზე იცოდე არ ვარ ბიზანტიელი არა კარგი თუ აქაური ხარ მითხარი მაშინ ვისე მხრობი ფუკუნდუს თუ კატაკლიზმას გეხვეწები მეგობარო რა ძალიან ტიჩარში ვარ და მოიცა რა თქვი ეგ სახელები საიდან იცი უკაცრავად დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ იქნებ მუსიკას ცოტა ჩაუწიოთ ქვემოთ ჩემს ოთახში თქვენს კეთილდღეობაზე ფიქრით ტვინი მეღუნება და ეს ერი ან სხვა მუსიკა მაინც არ გაქვთ სულ ეს რომ უკრავს ჩვენი კოსმიური გადამრჩენელი შეწუხებულა კლიზმა ფუკუნდუსმა შემოგითვალა რომ მე ფუკუნდუსი ვარო ხო რანაირად მიხვდი იმბეცილები რანაირად მივხვდი თურმე ტიპი სულ ორ რამეს ამბობს ერთი უნდა მოვკლა და მეორე მე ფუკუნდუსი ვარ გადა ძალიან გთხოვ მარტო დამტოვეთ არ მჭირდება შეგონებების მოსმენა იმაზე თუ როგორ ვცდილობ თქვენს გადაჯიშებას არა მე სხვა როგორ აგიხსნა მე მომავლიდან ვარ ახლა რაღა მოიფიქრეთ მაჯიკა ხელოგიაშვილი მერლინის პირველი ხარისხის მფლობელი და თარსულას ფაფრიანი ფასკუნჯი კარგი მომავლიდან ხარ და მე მიცნობ დროის მჭრელი გამოვიყენე და აქ აღმოჩნდი მომავალში შენ ლაპარაკს ნუ აღარ გააგრძელებ აშკარად არიცი დროის მჭრელი როგორ მუშაობს ასეა ვეცდები მარტივად აგიხსნა ეს ამ სამყაროს დროის ხაზია ყველაფერი რაც ამ დროში როდესმე თქმულა ან უნდა ითქვას ამ ხაზშია როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიწის ახალი დროის ხაზები და სამყაროები ჩნდება მაგრამ დროის მჭრელი ასე არ მოქმედებს ის მხოლოდ იმ დროის ხაზში მოძრაობს რომელშიც გამოიყენებ ეს იმას ნიშნავს რომ თუ რამე ისეთის თქმას გადაწყვეტ ჩემთვის ან ვინმე სხვისთვის რაც წესით არ უნდა ვიცოდეთ დროის მჭრელი უცებ გადაგისვრის სხვა დროში რომ ანომალიას თავი აარიდოს ასე რომ ყველა სიტყვა დაკვირვების წარმოდგი ჩემს მომავალზე ნუ რაფერს მეტყვი ამან შეიძლება დროის მჭრელი გააქტიუროს და სხვაგან გადაგისროლოს მე ესე ვიცი რომ დროის მჭრელი ისედაც საწყის მაგითო გადაისროლა ისინი ყოველზე მაგრამ ყოველ სხვა დროში გადასროლაზე შეიძლება იმ ადგილას სადღაც 5 საათი დარჩე მაგრამ თუ რამე შეცდები დროის მჭრელი მაშინვე მოგისვრის სადმე კარგი გავიგე მაგრამ საიდან იციან აქაურებმა შენზე და ფუკუნდუსზე მე თავიდან უბრალოდ კლიზმა ვიყავი ჯადოქარო მერე მეტეორი დამეცა და კატაკლიზმას ვიკეცი ვიფიქრი ამ ხელაძალა მაქვს მოდი სამყაროებს მოვივლი და ხალხს დავეხმარებითქო გადავწყვიტე ყველაფერი თარსულადან დამეწყო მაგრამ შენც არ მომიკვდე ამ ქალაქზე ერთ დემონს ფუკუნდუს აქვს თვალი დადგმული ყველას ტვინი გამოურეცხა 1000 რამეს პირდება თუ აქ მოსვლაში დაეხმარებიან და ამ დებილებსაც ესჯერათ ვერაფერს ვაკეთებ. ვცდილობ დავეხმარო და მეუბნებიან შენ მამათ მავალი ხარ და ჩვენი გადაჯიშება გინდაო. მე მეუბნებიან ნახევრად კატას და ნახევრად კლიზმას. ისტორიაში ყველაფერი სხვანაირად ეწერა. კი შემიძლია სრული სიმართლის ძალა გამოვიყენო, მაგრამ არ მინდა ვინმეს თავისუფალი ნება შევზღუდო. ჯანდაბა შენ სულ არ ყოფილხარ ცუდი ტიპი. რა საინტერესოა ნეტავ რა მოხდა შენს და ფუკუნდუს შორის. მომავალში შენ ჯოჯოხეთში ხარ.
გაგაფრთხილი ჩემს მომავალზე ნუ რაფერს ჩადო მეტყვი ქარი ხო? კი არა რა ვიცი ეპილები არიან ეს თარსულელები რა. ფურცლის გადაშლა აიწყო ეს აკრო ვინ არის მოიცა ეს ხო ეფსიკაზე ვარ კი ჩვენ თავებს ხედავ სად აი იქი ოღონდ ნელა გაიხედი არ დაგვინახონ მაინც რა ვიცი ბიჭო რას ფიქრობ იცი ცოდოები არ არიან ეს ხალხი ეს რანაირად დგავარ გეგონება ვიღაცა მეგრელი ყავს სასტავში შემოგზავნილი და ყველას ტვინის არევას ცდილობსო ნუ ბოდავ რაღაცებს რა ჯობია სხვა საქმეზე ვიფიქროთ სანამ აქედან გამქრალვართ ჯობია ზვიგენის ხორხზე ვიჩალიჩოთ ხო თუ ყველაზე ადრე დავითრევ ამ დროში ჩვენი თავები ხორხს ვიღაც გადაკლიზმას მიუტანენ და მერე ვერც პუკუნდუსი წაართმევს ხო გამოვარო შეიძლება პუკუნდუს მეორედ გავათრობ მაგრამ მე გმოხდება თუ რა პიკავი დრო შეძლებათ წამოაკეთ ხო ოღონდ სწრაფად გამოიარე რავი ჩვენმა თავებმა არ დაგვინახონ მთელი პლანეტის სისტემა მაგ ხორხზე აქვს დაწყობილი ცოდოები არიან იყო იმ ეპიზოდში გამოვხდა დედა ტერეზა ვიპოვე გადგილი მგონი ბევრმა გადაახვია აქ ეს იგი 5 თვის წინანდელია აი კი რა როგორ არა მაგ სირცხვილი სად არის აქ დალაიქ თქვენს ეს რეაქცია ვისაც გინდათ ვარეაქტოთ კიდე არ არიან ეს ხალხი აბა ბიჭო რას ფიქრობ იცი ცოდოები არ არიან ეს ხალხი ეს ხორხი რომ უნდა მოვიპარო მაგარ იქნებოდა იგით არა ეხლა უნდა იყოს მთელი პლანეტა იყო ხატო მაგარი რამდენი ხნის გათვლილი ქონდა სცენარი პლანეტის სისტემა მაგ ხორხზე აქვს დაწყობილი 5 თვის წინ იცოდა რომ დროში მოგზაურობას იზავდა და აქ დააბრუნებდა აუ რამდენად წინ აქვს დაწერილი სცენარი ეს აინტერესოა კომიქსები უნდა გამოუშვას რა ან რაღაც ეგეთი როდ მთელი თუ ესე წინ აქვს სცენარი საგული მაგარია რამდენი მოვიდა ნეტა კომენტარებში ახალი ეპიზოდიდან თუ არის ვინმე ვახ ახლა მივხვდი ჰოი აწერი ეგეთი ერთ კაცმა დაწერა მაგრამ მიულაიქი ამას იო პროფესიონალიზმი რა აუ ზამოგირა 5 თვის წინანდელი ეპიზოდს რა გააკეთა მაგარია კაცი შვილს არ შეუჩნევი ვარ მოიცა რაღაც უცნაური ხმა არ გესმის იგი ანიმაციის კეთებას მექვს ყველაზე მეტი თელამებს რა თქმა უნდა და მგონი შენი თვითონ ხმა არის საბოლოოდ იშლება ანუ ბოლოდ იფიქრა მე ვა პეცებში ისეთი რაღაცები ხდება რომ ალბათ ეგრე უნდა იყოს რომ ძალიან წინ ნახოს დასამფლობელოში მოხდით აჰა ვადაგასულ ტოსტერებში ჩამოვარდით ალბათ რაღაც მონახაზი იქნება რა კაი გაჩვენდი ბიჭო არ დაგხოცო სად ისე მაგარი ტიპები არიან რა გინდა იმას ნახე ხელის მაგივრად ხერხი აქვს ალბათ სულ თავიდან სანამ აქ მოხდებოდა მოცეკვავედ მუშაობდა შემოჭრა ბატონო რობოტო საფრთხეს არ წარმოვადგენთ აქ შემთხვევით ჩამოვარდით შემთხვევით აჰა ტიპიური ადამიანური სისუსტე თქვენც იმათ გავხართ ადრე აქ ვინც ჩამოყარა და მიგვატოვა ვა მოიცა აქ ჩამოყარეს რა იყო დაიბრაკეთ შტებცელიდან გამორთვა და მერე ისევ ჩართვას ცადეთ თუ ნეტა ის მეორე ბიჭები თო ცივილიზაცია მიყავით ეფსიკელე ამის შეშურდათ ამის გამო გამოგაგდეს რა უსამართლობა დია ყველა პრობლემა ჩვენ ტრიდით და ბაგვიშორეს ისეთი ომი იყო ლამის პლანეტაგან ადგურდა აი პაჭოს და ალექსას რო შვილი ყოლო და თუ ეჭველი შენიშნებოდი მოკეტედით თავ ახლა აქ ცხოვრობთ ამ ნაგავსაყრელზე შურისძიების მოლოდინში მაგაი რა კაცო პლანეტი ცუდათაც არაა საქმე აგე შაულმების სამშაბათი ხო გვაქვს ხოლმე შაულმების სამშაბათი საკმარისი არა მოიცა იმ შვარცნეგერის ხმას რა მოუვიდა მოიცა აქ შაულმები გაქვთ არა ეს უბრალოდ მეტაფორა იყო ეს რატოზანის მეტაფორაა არ შეიძლება ადამიანს შაულმების სამშაბათი უხსენო და მერე არ აჭამო ეგ იგივეა უცებ დაიხვირო ახალი წელი იგილოცავთ და მერე ნასკი მაჩუქო წინდა და რა გინდათ აქ რატომ მოხვედით სხვა არაფერი არ მინდა ჩამავხსენით აქედან ჩამავხსენით შეავადმყოფო მოშორდი აქედან აუ რა მაგრად ტეხავს ვერავინ ვერ დავკერე რანაირი ქალები არიან რა არის ეს გაიოს ალბათ მოკლავდნენ ვაფშე საყვარელი გაიზიკო როგორი სიმპათიურია რა რანაირად გაიოს მან აშების აყრაში მაჯობა არა ჭახან
აზიერ რა ხდება, მაგრამ ყველა მე მეხვევა. კი, მაგრამ რანაირად? ტატუც დავიხატე, ძმაო, ძერსკათაც ჩავიცვი, ეს ყელსაბამიც ალბათ მაგით ოჯახად. ცდილობ ის იყო, რაც რეალურად არ ხარ. რას ბოდავ, ეს ტატუ მე ვარ, ეს ტანსაცმელიც მე ვარ. ჩემი ჯაჭვიც კი ყვირის, რომ თესლი ტიპი ვარ. კარგი რა ჭახან. დადიხარ და ყველა შეუბნები ჭავჭავაძეზე მშენებარეში მაქვს ბინაო და ვრანგლერით მოძრაობ ქალაქშიო. ყველა ხვდება რომ მიტყუები. ჯერ იმ ხელაც კი არ ხარ რომ პედალს მიწვდე. მიიჯვი გაიოს რა, ვერავინაც ვერ ხვდება. უბრალოდ შენი თავი უნდა იყო ჭახან. გოგოებს გულწრფელობა ევაცებათ თან. ჩემი თავი ვიყო? ამას ლუზერები ამბობენ. უპო. ახალ ტატუს დავიხატავ, ეგ უეჭველი უშველის ყველაფერს. მეოთხე წრეს იხანია ამაზე ვფიქრობ. აი წარმოიდგინე ზურგზე უნდა დავიხატო დრაკონი როგორ ჭამს მოტოციკლეთს. შენ არაფერი გეშველება რა. აი მიდი წავიდეთ, 5 საათია უკვე აქ ვარ. ჩამომხსენით. ეგენი შენ, გაჩერდი და დამეხმარე. მაგასათო შეიცვალოს ეხლა დრო. ბაჭო, რაღაცა უნდა ვქნათ. მე ვერ ვინძრევი. შენ იქნებ გაითავისუფლო თავი. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა, მეც გაჭედილი ვარ. არ გამოდის, არა. ბაჭო, მომისმინე? ერთმა კახელმა თქვა, შეიძლება რაღაცები არ გამოდიოდეს, მაგრამ უნდა გამაიყვანო. ნუ ამხადე, ტვინი, ბიჭო. სისხლი გაჩერდა უკვე. რამდენი ხანია რა წასულში ვარ, აღარ შემიძლია. ო, რა всё, ვიცი, ეგარი. 5 საათი იქნება შეიცვალა ეს. ზუსტად მე რა ვიცი, ხა საათი კი არ ვარ. წასული რო ახსენე. ჩამომხსენი. მაგრამ აი ის ან იმასაც მოვიდეთ საინტერესო. და სად ვართ? მგონი 10 მყოში ეს დედამიწა აღონდ განადგურებული. ანუ რა გამოდის, კაცო, ტყუილად ვიმოგზაურეთ დროში? რა ჯანდაბად გვიდოდა ეხლა ის დროის შეიცვალოს თუ მჭრელი? ეგრე? ვერაფერი ვერ ვქენით იმენა. თქვენ რომელ დროში მოხდით? 2023-ში. მე რა ხდებოდა მან? რა ვიცი, გოგოებს ვკერავდით. გოგოებს კერავდით? და მე რა დავაშავი, აბა, ჯერ ის პირმყრალი ბაბუა ჩემი შემხვდა, მე რობოტებთან ვიყავი სცენარეებში გაჭედილი, ეფსიკაზე და დაკერეთ ვინმე? მე კი იმარა ჭახანა ჭახანამ იმერა სასწაულები ჩაატარა. ყველა გოგო ამაზე გიждდებოდა. ვა, საღოლჭახან, დაჭრა ეთქობა მაგ ტატუმ მართლა. აი და მაჯიკა სადაა? როგორ ჩანს დროის მჭრელმა არც ყოში დაგვაბრუნა და ეგ რატომ არ მაჯიკა რა ქენით? ие. შენ ევალის ბიჭი არა ხარ? შემამაძაღლო. თრალია. არა ვარ თრალი, დალეული ვარ. ვერც თქვენ შეცვალეთ ვერაფერი? აზრია, ყველანი მოკვდები. წარსულს თურმე ვერ შეცვლი. და რა თუნდა ამ წვაც ამდენი ჩალიჩი ჩამოაჭერი თანით და გასინჯე. აუ ეს ძალიან გასულია. დაიცათ მანქანის საბარგულიდან რაღაც ხმა მოდის. ოპო, ოლი წამონახოთ. რა მანქანა გაიჩნდა. გეუბნები, აი ეტყვი რომ მობძანდით, აი ეს ცხარი და ეჭიდავე. აპოკი ნერვებზეა და ცხართან ჭიდაობის ბიზნესი უეჭველი მაგრად წავა. ბაზარი არა ძმაო, მაგარი იდეაა. ვა, ბიზნესად წვებით ბიჭები? მეც ბიზნესმენი ვარ, ახლა გავაკეთე აუქციონების საიტი, სელუჯი. რანაირად გადარჩით თქვენ? ფენიამ მიშველა ჯადოქრობა იცის. თქვენ ბიჭებო, გაბრაზებულები ხართ აპოკალიფსის გამო? კი? გინდათ ხვარს ეჭიდაო? გიჟები არიან სადიპოვეს ერთმანეთი წამოგავიცალო. კლიენტები დაიწვია უცე. ოპა. მოკლედ დროის ამბავია სანამ ფუკუნდუსი გვიპოვის და დავხოცავს, ხო და სანამ ეგ მოხდება ერთი სურვილი მაქვს რა. მაჯიკა. არა, მე ღვინოშივე მისხია, არაყი აღარ ჩავიმატო ჯიგარო გაიხარე. დალება კი არა, ზუგდიდში გაგვიშვი რა პორტალით. რა გინდა ზუგდიდში? რა მინდა, ბიჭო, გადამწვარი იქნება იქაურობა, თვალს მაინც გავახარებ სიკვდილისზე. აუ რა დეგენერატი ადამიანი ხარ. მაჯიკა, ზუგდიდში პორტალით მიდი. ვა, ო, წადით. გითხარით მე ფერფლიას როსვა გულისრევა იცის ხო მაგარ. შეიგძენით, ჰაერი. დატკბით გარემოთი. სიკვდილის წინ ამის ნახვას მაინც მოვესწარი. ოლიკ, უკან გაიხედე, აბა. რატო რა? ეს რანაირად, რა ადგილია ეს? რა შენობაა ეს? დადიანების სასახლეა, მაგრამ რატომ არ განადგურდა? არ არსებობს? არა, შანსი არაა. რა არის ეს? რა არის? რესტარტის ღილაკი დადიანების სასახლეში. ამდენი ხანი ვიძახდი რომ მეგრელებს ყო, რესტარტის ღილაკი გაგვთქო და პაჭურას აკეთებდა. დამცინოდა, შეფარტახო ჟენა. ბიჭო, მეც არ ვიცოდი. ახ ბაჭა. შესასრულში ვედევსთან. დღესაც იცოდე? აი, არა უშავს სამაგიეროდ სამყაროს მე გადავარჩენ. აქ მოსვლაც ჩემი იდეა იყო. ღილაკსაც მე დავაჭერ და გმირიც მე გავხდები.
თუ რესტარტის გამოყენება გსურთ, დილას ხელი მხოლოდ ნამდვილმა მეგრული სისხლის პატარებელმა უნდა დააჭიროს. ბუი შენი ჯანტაბა. როგორც ჩანს, ჩემთან ერთად მოგიწევს სამყაროს გადარჩენა. აუი დააჭირო. არ იმშავებს, ხო? სამყარო რესტარტდება. რესტარტა. 4 ცვლილების უფლება გაქვთ. გისმენთ. კარგი, პირველი. ჩემი ბიზნესი მინდა რომ ნომერ პირველი იყოს მსოფლიოში. პოლიკ მოიცა. პირველი ცვლილება. დედამიწა ისევ ისეთი გახდეს, როგორც ფუკუნდუსის მოსვლამდე იყო. ფუკუნდუს გვინდა რომ სახეს სამუდამოდ გაძვრეს, ისე რომ ვეღარ ასდროს დაბრუნდეს. მესამე, კატაკლიზმას თავისი ძალები აღუდგეს. დარჩენილია 1 ცვლილება. მხოლოდ ერთი? ბაჭო, უთხარი რომ ყველა მიცოდეს რომ სამყარო მარტო მე გადავარჩინე, იმენა მე. ბიჭო, რა დეგენერატი ხარ, ამდენი ხანია ვწვალოთ. რანაირად იძახი რომ სამყარო მარტო შენ გადაარჩინე. მანა იცი რა? ძალიან კარგი იდეა მომივიდა. ხო მთელი ცხოვრება მეგრელებზე გადავ. ვიდი, და გაკეთე, სასაცილოდ ვიდი. ვიდე. ახლა სამეგრელოს უნდა ვუმადლოდეთ რომ საერთოდ მთელი პლანეტა გადარჩება. ხო და პოლი, ახლა მთელი სამეგრელოს სახელით გავსწორდებით. რა? რა საპირე? მოდი ამას გეტყვი. ან ახლავე ბოდიშს მოიხდი მეგრელებზე გადაობის გამო, ან არა და შენს თავს დააბრალე. რა ბოდიშს არა იმას მოვიხდი კიდე ხელზეც ხوار გერთხიოთ შემთხვევით. კარგი, კომპიუტერო, ბოლო სურვილი. ვინდა ყველა მიცოდეს, რომ სამყარო გაიოზმა, ჭახანამ და მე გადავარჩინეთ. მოიცა მე? სულები მიღებულია. სამყარო რესტარტდება. ყველაზე უარის, ყველაზე საშინელი დარტყმა მიაყენა. მეთქი რამე რა ბევრი ვიფიქრე, რა სიპოროტეა. შეიძლება ისეც რა. დაბრუნდით ეს. ბიჭებო, ბაჭო ჭახანდა გაიოს ყოჩახ თქვენ ეს შეძელით. ყოჩახ შვილო შენ გაიოს და ჭახანას მგონი ძეგლი უნდა დაგიდგათ. ძალებით დამიბრუნდა. ბაჭო, ჭახანდა გაიოს, ძალიან დიდი მადლობა. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე, რომელიც უსასრულობაა, თქვენი მადლიერი ვიქნები. სამივე ნივთის სანაცვლოდ ყველას ოქროს დაგპირდი. ხო და ესეც პრიზი. რა მაგარია. აბა ხალხო, ბაჭოს ჭახანას და გაიოს გაუმარჯოს. უთხარით ახლავე ყველას რომ ყველაფერი მე გადავარჩინე. მარტომ. დაგიმარჯოთ თქვენ შობელძაღლებო. აპოლი შენ რა ჯანდამას მიკეთებდი, ვერ გადაარჩინე სამყარო? ბაბუ, შენ რანაირად გადარჩი? იმუშავა? აბა დროის მჭრელით ვერაფერს შეცვლითო? რაღაც რიგზე ვერაა, პოლიკ. ანუ რა გამოდის, თელ სამყაროს გონია რომ მე არაფერ შუაში ვარ პლანეტის გადარჩენასთან? ყრალპირიანი ბაბუა ჩემი დაბრუნდა რომ სულ ლანძღოს? არა, პრინციპში ოქრო მაქვს. ოქრო მაქვს. Всё! Რა? რა ანომალია? всё, ეგ ანომალია. გაძრა. და ისა დროის მებრძოლები გამიჩნდებიან? შენიერი ეპიზოდი იყო ხახო, ძალიან კაი ეპიზოდი იყო. ძალიან მომეწონა, ყველაზე მეტად მომეწონა ის 5 თვის წინანდელ ეპიზოდში რო იყო ეს ეპიზოდი ნაჩვენები. ეგ ამბავი რო გაჩენეს. და რავი, საინტერესო დასრული იყო. საინტერესო ეხა როგორ გაგრძელდება. გემირები რო არიან ხა სოფლიოში ცნობილი, სოფლიოს გადამშენილები. კომენტარებში წერეთ, რა ფიქრობთ ამ ეპიზოდზე, შეხვდებით უკვე შემდეგი ვიდეოებში. ნახვამდის.